გაიხარეთ, გაგაძლიეროთ. მარხვა გრძელდება, დარჩა რამდენიმე დღე, მაგრამ რა თქმა უნდა, ბრძოლები და სულიერი ქარიშხლები, ასე ვთქვათ, სულიერი ბრძოლები, მენტალური, ემოციონალური ხორციელი უფრო მატულობს. ეს ალეგორია არ არის, პოეტური, ეს რეალურად ჩვენ ყველას გვეხება, ყველას შევიგრძნობთ ყველანი, რომ ეს შინაგანი ბრძოლები მატულობს. დილას იქნება ეს თუ ეკლესიაში სამოსლის იქნება თუ შემდეგ იქნება თუ ლოცვის მერე თუ ლოცვამდე, ზიარებამდე თუ ზიარების შემდეგ, აუცილებლად რაღაც შეიძლება ან ემოციონალური, ან მენტალური, ან რამე ისეთი ხაფანგივით იყოს, რომ მთელი მადლი დაგაფანტინოს, გადაგაყრევინოს და ესე ვთქვათ, აი ეს ბრძოლამ ეს მადლი რაც მიიღო ამასაც ყველაფერი განეიტრალდეს და გაქრეს. ესე რომ არ მოხდეს. ამიტომ სულ გვიძარეთ უნდა ვიყოთ გონებისა და სულიერი გვიძარება შევინარჩუნოთ, რომ არ შევიდეთ განსასწრებით. რატომ უნდა გადაყარო და გაფანტო მადლი? მით უმეტეს ისეც რატომ უნდა მიაჩეჩო, ვისაც გაგითელავს და შენს დაგაბკოლებს, ხო? ისეც არ ჭირდება. ვინც ითხოვს, იმას მიეცემა. თუ არ ითხოვს, რა ძალით ისა არ გამოდის, ძალით გამოგეკიდო და მარგალიტების ძივი ჩამოკიდო კისერზე. მოიგლიჟავს, გაფანტავს, დაეყრება ისიც და შენს დაგაბკოლებს ნერვებს მოგიშლის და თვითონაც არ შეერგება. რა აზრი აქვს ესეც? აზრი აქვს. ამიტომ ვეცადოთ, რომ უფრო აზრის გვიძარება, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, ესე იგი მეტი შინაგანი მზადყოფნა, აი ამ ბოლო დღეებში უფრო გავამყაროთ და ასე ვთქვათ, უფრო აღვიჭუროთ იმ სულიერი წონასწორობით, ბალანსით, სულიერი ძალებით, რომლებიც ასე გვჭირდება. მოვიპოვეთ ხო რამდენჯერ ზიარეთ ახლა ამ მარხვაში, უკვე კარგია, ყველანი თავის მოძღვრის კურთხევით, ხო? ეზიარენ და ასეთი ზიარების შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეერგებათ და შენარჩუნება ხა შეიძლება აბსოლუტურად ვერ შეინარჩუნო. რა თქმა უნდა მათს ჩაკეტილი სისტემა ხო არ ადამიანი რაღაცა გაედინება. ესე არ არის მარტო შეინახო და როგორც მიიღე მადლი ხა ეს სტატისტიკა არ არის ხო რაღაცა რომ აწარმოო. რაც გაედინება რა ვქნათ ეხლა, მაგრამ მაინც ცოტათი შე რომ მაინც თავს შემოუძახო რა, უფრო 3 თუ 4 დღე დარჩა ხო მარხვის ბოლომდე, ნუ ჩაიშხამებ. ნუ გაფანტავ და ნუ დაიმხობ ყველაფერს თავზე იმ მათს ნუ გადაყრი, რაც მიიღე. რატო უნდა გააფუჭო შენი მარხვა მთელი, ხო? ცოტა ფხიზლად იყავი, მეტი არაფერი. უსაშუალო საპანიკო არაფერი არ. უბრალოდ ხო შეიძლება მეტად შეუწყო შენ თავს ხელი და ესე გააგრძელო. უფრო ეს ეგოიზმი დავთმოთ, მე ესეთი ეგოიზმი დავთმოთ, თავი დავიმდაბლოთ. სულ გარშემო ხომ ეგოიზმის დემონსტრაცია, თეატრია ეგოიზმის გარშემო, მაგრამ ნუ ავყვებით ამას. ჩვენი ქრისტიანული ხაზი შევინარჩუნოთ. რისი ქრისტიანები ხართ, რისი მორწმუნეები ვართ, ხო, რომ შევინარჩუნოთ მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ზოგჯერ ნებით უნებლიეთ, ხედავთ ამ სიყალბეს, ამბოხს, ცნებების წინააღმდეგ, თეატრს, ამას ვთქვათ, მაჩვენებლობის, დემონსტრაციის, ეგოიზმის, ვთქვათ, ყველაფერს აი ეს რაც არ არის უკიდურესი ინდივიდუალიზმი, რაღაცა ეგოცენტრიზმი. ნუ ეს უკიდურესი ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი ეს ხო თვით იდენტიფიკაციის ყველაზე დაბალი დონეა. მე და აი ეს რო გონია რომ ადამიანი ჭიპია იმის სამყაროს. ეს ძალიან დაბალი დამწყებიც არ არის. ძალიან ღატაკი დონეა და უბადრუკი დონეა საკუთარი თავის კულტს რო შექმნის ადამიანი. ეს არის უკიდურესად დაბალი დონე თვით იდენტიფიკაციის. შენი თავი ქრისტეში ვერ გაგიცნობიერებია. ქრისტეში შენი საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ბევრად უფრო სხვა, გარდა ეგოიზმისა. ეს ყველაზე რომ შენ კარგი, გასაგებია რომ ცალკე ადამიანია, პიროვნება ხარ. მაგრამ ამის ასეთი ნეგატიური ასპექტის გარდა თუ მარტო ეს დარჩა შენი იდენტიფიკაციის, თვით იდენტიფიკაციის, ესე ვთქვათ, და გაცნობიერების დონე ძალიან სიყალბე და ძალიან დაბალი დონეა, ძალიან უბადრუკია. ნუ ცოტა უნდა გააფართოო რა, ამისათვის გაქვს საშუალება, რომ ცოტა უფრო დიდი გახდე ვიდრე ხარ. და არანაირი, ესე ვთქვათ, ეს უკიდურესი და აფექტურობა და ფანატიზმი და რაღაცა საკუთარ თავზე დაციკლა და მოკლედ ჩართვა საკუთარ თავზე არ უნდა ვერ მოხდეს და არ უნდა მოხდეს. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მეტი ვილოცოთ, მეტი ვედრება გვმართებს, მეტი რწმენა გვმართებს და ცოდნა გვმართებს, მეტი მორჩილება და საკუთარი თავისუფლების სწორად გამოყენება, მეტი ლოცვა და მეტი მიმდევრობა და დისციპლინა გვმართებს აი მარხვის ბოლო დღეებში. ადამიანს ისეთ ძალებთან აქვს საქმე, ზოგჯერ ვერც აცნობიერებს. რა ძალებთან აქვს ადამიანს საქმე და ურთიერთობა. ისეთ ძალები მოქმედებს ჩვენზე და ჩვენ არენა ვართ ამ ძალების ბრძოლის, ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, მაგრამ ხო შეიძლება რომ გააცნობიერო, ეს არ არის მიზეზი, ვერ ვიცი და ვერ ვაცნობიერებ და არ ვაცნობიერებ,
არანაირად ვერ და არ იქნება არგუმენტი და ვთქვათ პრეზუმპცია იმის რომ შენ გაამართლო შენი ვთქვათ არასწორი არჩევანი ცოდვები რა თქმა უნდა მაინც მოგეკითხება და მაინც შენვე თვითონ დაიტანჯები არავინ არაფერს არ გსჯის და არ გითვლის და არ გამოჭერაზე არავინ არ შენ უგაიფუჭებ საქმეს შენ ღია კარებში თავებს უნდა იმტრო მეტი არაფერი მიყევი ხო გიწერია ყველაფერი სახარებაში როგორც წერია მოძღვარს კითხერ რაღაცა და რჩევა აიღე და მიყევი და ისე როგორც საჭიროა ნელ-ნელა უცდომელი მაინც ვერ იქნები და რაღაც ესეთი აბსოლუტისტი ხო შეუცდომელი მაგრამ თანდათანობით ნელ-ნელა გამოსწორდება უეცრად თუ არა თანდათან გამოსწორდება რაც იქნება გამოსასწორებელი რა ვქნათ ხე იდეალი ვინა ვართ მაგრამ აი ეს რეკონსტრუქცია მოხდება ადამიანისა და შევიგზნობ უფრო მეტად მარხვის ბოლოსკენ თუ კი ამ ყველაფერს უფრო მოვინდომებ და ვეზიარებით და მოვინდომებ და მეტად წავიკითხავთ ჩაღმავდებით სახარებაში ლოცვებში აუცილებლად უფრო მეტად შევიგზნობთ ღმერთის ჩვენში მყოფობას ღმერთის ყოველგან მყოფობას ამის ცოცხალ შეგზნებას შეიგზნობთ აუცილებლად ძალიან კარგად შეიგზნობთ და მიხვდებით რომ ყოველგან არს ყოველსავე აღავსებს და ჩვენშიც არის ყველგან არის უფრო სწორად არ არის ადგილი სადაც უფალი იესო ქრისტე არ იყოს და როგორც მეუფეო ზედსათაოშია ხა ყოველგან არს რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა ხომ ეს და ასე შემდეგ ეს მამაოჩვენოს რანგის ლოცვა თითქმის და განმარტები ამის ზანდიდია აი მას შეიგზნობ რატომაც არ უნდა შეიგზნო ეს უნდა შეიგზნო აბა მორწმუნე ადამიანმა მრართველმა ლოცველმა მაზიარებელმა როგორ არ უნდა შეიგზნოს უფლის მასში მყოფობა მასთან მყოფობა ყოველგან მყოფობა მადლში უნდა იყოს კეთილგანწყობილი უნდა იყოს შვიდი უნდა იყოს გამთლიანებული უნდა იყოს დაძაბული არ უნდა იყოს ნერვემოშლილი და რაღაცა დაფეთებული დაშინებული არა ღვთის ეშინოდეს და გამომდინარე აქედან უკვე დაალაგდება ყველაფერი როცა ღვთის ღმერთის ეშინია და ღმერთი უყვარს დაალაგებს ეს წმინდა გზნობები ყველაფერს ცხოვრებაში როცა ღმერთის არ ეშინებაში ყველაფერს ეშინია ყველაფერი დაულაგებელია იმიტომ რომ ყველაფერი ქაოსში მოდის ამიტომ თავარზე როცა ღმერთს თავის ადგილს მიუჩენს ადამიანი ხო როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს მიუჩენს თავის ადგილს მიუჩენს როგორ მისაჩენი რა აქვს უფალს თავის ადგილი ის რაც აქვს მაგრამ ყოველგან არს მაგრამ თავარ ადგილს მოკლედ თავის ცხოვრებაში მერე დანარჩენი ისედაც რეკონსტრუირდება თავის ადგილს მიიღებს და თავის ადგილზე დადგება როცა უყუღმა გაქვს წარმოდგენა და თავის ადგილზე არ გაქვს ზეციური იერარქია მიწიერი ფასეულებები არეული გაქვს მაშინ ყველაფერი ენტროპიას და ქაოსში მოდის ნუ იქნება ესე ხო ნუ იყოფინ ესე ამიტომ ვეცადოთ რომ მეტად გავძლიერდეთ ისევ და ისევ ვიმეორებ სამ საღვთისმეტყველო სარწმუნოებაში სარწმუნოებაში სასუებასა და სიყვარულში დანარჩენი ყოველივე ესე იქნება როგორც უფალი ამბობს იყავნება შენი ჩემინება კი არა ზოგს უნდა რომ დალოცავენ ახალ წელზე და იმას ასე შემდეგ რომ ისე როგორც შენ გინდა ისე იყავიო როგორც შენ გინდა და როგორც ესე ჩქარა დაიღუპეო რა ამას ეუბნები რა არის ხა როგორც შენ გინდა ისე იყავი და შენ რაც გინდა ისე და შენი ყველა სურვილი ახდეს კარგად ყოფილა ცოტა ხანში ადამიანი თავს დაახრილ სიფრთხეზე წაიყვანს ესე რომ არ იყოს ამიტომ ამბობს მამაოჩვენო ხო იყავნება ჩემიო კი არა ადამიანი რო ამბობს იყავნება შენიო ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაც ზედა ასე რომ იყავნება უფლის და ჩვენინება მისინების თანხმობაში პარალელურ მდგომარეობაში იყოს აზრით სიტყვით და საქმით ჩვენ რას გვინდა ესე ყველაფერი რო ისაუბროთ და ჩვენ რისი ღირსიც ავართ ის რომ მივიღოთ და ჩვენინებით რო ვიაროთ კარგად ბრძანდებოდეთ და ჯობია მაშინ დაანებო თავი ეგ ადამიანს უსურო ცუდი იყავნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანაზე და ეს ზეციური ნება ყველგან ჩანს ყოველგან არის ყოველსა აღავსებს ეს უნდა შეიცნო რო შეიცნო მისი პარალელური უნდა გახდეს შეინება თანაგამჭვირვალე უნდა იყოს რომ ეს ნება შენში შემოვიდეს ვიბრირდეს კოჰერენტული უნდა იყოს ხო შენი ერთ სიხშირეზე ზეციურ სიხშირეზე უნდა დადგე არ შეიძლება უთოთი დაიჭირო მიკროტალღები ხო ულტრაბგერა ყველაფერს თავისი სიხშირის დონე აქვს ამიტომ მაღალ ასე ვთქვათ ვიბრაციაზე უნდა მოვიდეთ მით უმეტეს მარხვის ბოლოს უფრო განვიწმინდოთ განვიბანოთ გამჭვირვალე გავხდეთ და აუცილებლად გზა ისედაც ხსნილი კიდევ უფრო ტკბილი და შვიდი და ნეტარი და ასე ვთქვათ სუბუქი იქნება როგორც ქრისტე გვასწავლის ისწავლეთ ჩემგან რამე თუ შვიდი ვარ და დაბალ გულითაა და მხოლოდ განსვენება ის სულთა თქვენთაა რასაც ყველა შემსავთა
ყველას თქვენს და ყველას გისურვებთ ამინ. გლოცავთ.